მოგესალმებით, ღმერთმა მოგცეს მშვიდობა, მადლი და წყალობა ჩვენ და ჩვენ ცერს და ჩვენ ქვეყანას. დღეს ვაგრძელებთ საუბრებს სარწმუნოებაზე, მართლმადიდებლობაზე, ჩვენი ეკლესიის სწავლებაზე. ახლა წინა გადაცემებში ჩვენ გქონდა საუბრები პირველ რამდენიმე გადაცემაში ამ საკითხების გარშემო მეტნაკლებად, მაგრამ ახლა ჩვენ მივედით იმ საკითხამდე, რომ მალე გვექნება საუბარი უფალი იესო ქრისტეს როგორც ღმერთკაცის, სულად ღმერთისა და სულად კაცის შესახებ, ღმერთკაცის შესახებ და სანამ გადავლოთ ამ საკითხზე, სანამ მოვიხილავთ ამ საკითხს, რასაც სწავლის ეკლესია მაცხოვრის შესახებ, როგორც ღმერთკაცზე, როგორც ადამიანზე, რომელიც სულად იყო ღმერთი ამავდროულად და ღმერთზე, რომელიც ადამიანის სახე მიიღო და ადამიანად იშვა. Აი ამის შესახებ სანამ გადავალთ ჩვენ გვინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ პიროვნების ადამიანის შესახებ, მივიხილოთ რა არის ადამიანი, ადამიანის სული, სამშვენელი სხეული, რა ასპექტების მოიცავს ადამიანი, რას ნიშნავს ეს თითოეული მათგანი, რაზეც მოგახსენეთ, ანუ ეს სულის, სამშვენელისა და სხეულის შესახებ მივიხილოთ, განვიხილოთ თითოეული მათგანი ძალისავებ იმ დროში, რაც ჩვენ მოცემული გვაქვს. და შემდგომ გადაცემაში უკვე მოვიხილოთ აი ეს როგორც მოახსენეთ ღმერთკაცის შესახებ, რაც ნიშნავდა უფლის განკაცება, მაგრამ ჯერ ადამიანზე დღევანდელი ჩვენი გადაცემა შეეხება ადამიანზე და ადამიანის ერთი სამი გადაცემა დაგჭირდება და მე გადავალთ უკვე ხო, აი იმ დროში რაც ჩვენ მოცემული გვაქვს და როგორც შეგვეძლება ჩვენი ძალისავებ შევეცდებით რომ ადამიანი მოვიხილოთ, ახლა ჩვენ ვიცით რომ ადამიანი არის პიროვნება, რომელსაც აქვს სული, აქვს სამშვიდობი, არის სხეული და ეს თითოეული მათგანი საჭიროებს ჩაღრმავებას, გააზრებას, გაცნობიერებას იმისა, თუ რას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, სამშვიდობი, რომელიც მამათა სწავლებით სულის ნაწილია, მაგრამ სამშვიდობი არის თავისი დატვირთვით ადამიანში და არის სხეული, რომელიც მეორედ მოსulis შემდეგ უხრწნელი სახელით უნდა აღდგეს და განახლდეს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს დაცემული სხეული, ხრწნადი სხეული, მოკვდავი სხეული, სული არის უკვდავი და მარადისობაში დაემკვიდრება, სადაც მას განაწესებს უფალი, ან ღვთის ზეციურსაცუფეელში, ან ჯოჯოხეთში და სამშვენელი ქრება, ასეთია ეკლესიის სწავლება, როდესაც ესე იგი ადამიანი კვდება. სიცოცხლეში სანამ ადამიანი ცოცხალია და სანამ ადამიანის პირში ასე ვთქვათ სული უდგას, მანამდე სულის ნაწილია სამშვენელი და სამშვენელი აცოცხლებს სულს, ანუ სამშვენელი ხდება ადამიანის ცხოველქმედება, მაგრამ ამავდროულად ეს როგორ არის და რა არის ეს დეტალები ამ ყველაფერზე მიმოვიხილოთ და განვიხილოთ რა. სხვა შორის ისტორიამ ჩვენ შემოგვინახა ესეთი ალბათ კურიოზული ამბავი. ძალიან გამოჩენილი ფილოსოფოსები, ძველი საბერძნეთის იყვნენ პლატონი და დიოგენი და იცით თქვენ რომ დიოგენს პლატონი არ უყვარდა, ყველა მიცის ეს და ერთხელ პლატონს ესეთი საჯარო ლექცია ჰქონდა და იქ კითხვა დაუსვეს, რომ რა არის ადამიანი. და პლატონმა უთხრა რომ ადამიანი არის ორფეხა ცოცხალი არსებაო და აი ამ დროს გაიფრენა მტრედმა და გახედა პლატონმა და თქვა ბუმბულის გარეშეო. ესე იგი ადამიანი არის ორფეხა ცოცხალი არსება ბუმბულის გარეშეო. და დიოგენს არ უყვარდა პლატონი და ესეთი შემთხვევებს ხელიდან არ უშვებდა. და ეხლა დაცინვა მოუნდომა პლატონს და მეორე დღეს მოვიდა, მოიტანა გაპუტული მამალი. ხო და ესე გადმოაგდო და პლატონს და მის პლატონს გადაუგდო და მისი მოწაფეების თვალწინ იზახის, აი თქვენი პლატონის მიერ ნათქვამი ადამიანიო. დასცენა ამგვარად რა. ქრისტიანობა და ზოგადად მართლმადიდებლობა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა გადაცემებში და ეხა ერთ წუთში გავიმეორებთ ამას, ამბობს რომ ადამიანი ეს არის სამი მნიშვნელოვანი სამეული. ეს არის სხეული, ეს არის სამშვენელი, ეს არის სული და დღეს სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის მონდომება, რომელიც აქვს ადამიანს, მოქმედება მისი და ნება და ეს არის გრძნობები, გონება და ცნობიერება. აი ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეული არის გამოკვეთილი და საინტერესო ქრისტიანობისთვის, როდესაც ადამიანზე ვლაპარაკობთ. გასაგებია, რომ ხა ბიოლოგიას,
ან მედიცინას, ან ფსიქოლოგიას, ან ფილოსოფიას თავისი ხედვა აქვს იმაზე, თუ ვინ და რა არის ადამიანი, ადამიანის რაობაზე, მაგრამ ყველა ნებისმიერი სფერო თავისი ინტერესიდან გამომდინარე საუბრობს ამას, ესე იგი, რაც აინტერესებს ბიოლოგიას, ან მედიცინას, ან ფსიქოლოგიას, ის იმაზე საუბრობს. ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ამ სამსამეულზე იმიტომ ლაპარაკობს, რომ ჩვენთვის ეს არის საინტერესო და ეს არის მნიშვნელოვანი. და მე მინდა რომ ახლა ჩვენ დავიწყოთ, ვთქვათ, სხეულიდან. უფრო დეტალურად შევეხოთ რამდენიმე საკითხს. დღევანდელ გადაცემაში ყველას შესავალი გადაცემაა, შემდეგ გადაცემაში შემოს გავახრმავებთ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სხეულზე, ყველა მიცის მაგალითად, რომ ადამიანის სხეულს რა ახასიათებს ახლა. წონა აქვს, ზომა აქვს, სიმაღლე აქვს, სიღრმე აქვს, ხელები აქვს, ხელფეხი აქვს, ადამიანს ხო სახე აქვს, მხედველობა აქვს, სმენა აქვს, ანუ ადამიანის სხეულის დახასიათება, თვალები აქვს, მხედველობა კი არა, სხეულს რა აქვს, თვალები, ყური, თვალი, სახე, პირი, ცხვირი, ხელი, ფეხი, რა ვიცი. აი ეს არის ადამიანის სხეული, ხო, როდესაც რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მასალა, რისგან შედგება ადამიანის სხეული. ამ შემთხვევაში უფრო სწორია ჩვენ რომ გამოვიყენოთ რელიგიისთვის, უფრო სწორი ტერმინი იქნება, რომ თქვათ, რომ ადამიანის სხეული იგივე მასალისგანაა შექმნილი, ღმერთმა შექმნა ადამიანის სხეული და იგივე მასალისგან შეიქმნა ის, რა მასალისგანაც არის ჩვენი სამყარო შექმნილი. დედამიწა, საერთოდ ხილული სამყარო, ის სამყარო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იმასაც ხო ამბობენ, რომ თითოეული მიკროელემენტი რაც სამყაროშია მოცემული, ადამიანის სხეულის ყველაფერი შედგება. ეხლა ეგ მე მიჭირს თქვა, მაგრამ არსებობს ესეთი სამყარო შედგება, თუ გინდათ ჩვენ შეგვიძლია ატომების დონეზე თუ ვილაპარაკებთ ახლა, თუმცა ატომიც არ არის ისიც იყოფა, ხო, თუმცა არის მაგალითად ნეიტრინო, ნეიტრონი კი არა, ნეიტრინო, ესეთი ელემენტი, რომელიც განუყოფადია, ანუ საერთოდ არ იყოფა. ანუ ფაქტობრივად დღეს ფიზიკამაც იპოვა ის ელემენტები, რომლებიც განუყოფელია, აი ნეიტრინო ერთ-ერთია ესეთი, და შესაბამისად დღეს ფიზიკა ადასტურებს იმას, რომ არსებობს განუყოფელი ელემენტები და იქიდან მერე კონსტრუქციები იგება, მერე იგება ატომები, ატომებისგან მოლეკულები იგება და ჩვენი სხეული შედგება ატომებისგან და მოლეკულებისგან. ახლა თუ ადამიანის სხეულზე ვილაპარაკებთ, ციფრებიც ვიცით ჩვენ დაახლოებით, ხო? მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი უჯრედი ადამიანის სხეული მთლიანად უჯრედებისგან შედგება, ნებისმიერი ადამიანის სხეული და ჩვენ ვიცით, რომ უჯრედში დაახლოებით, ახლა აქ დაახლოებით ციფრებზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთ უჯრედში დაახლოებით 1.9 ტრილიონი ატომია. აი დააკვირდით, 1.9 დაახლოებით ტრილიონი ატომი არის ერთ უჯრედში. უჯრედებიც ადამიანს, სხვაჩვერის 40 წლამდე ადამიანის გამრავლება ხდება უჯრედების, მერე წყდება გამრავლება უჯრედების, ყდება უჯრედები აღარ მრავლდება, სიბერე იწყება, ამიტომ უჯრედების რაოდენობაც შეიძლება დაახლოებით განსაზღვროთ, მაგრამ დაახლოებით ადამიანში 30 ტრილიონი უჯრედია. დააკვირდით, ადამიანში დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედია და თითო უჯრედში დაახლოებით 1.9 ტრილიონი ატომია. ნება 1.9 ატომია. ესე იგი 30 ტრილიონი გესმით, გაამრავლეთ 1.9 ტრილიონ ატომზე და თქვენ მიიღებთ ესე იგი რაოდენობას ადამიანის სხეულში რამდენი ატომია. თუ არ ვცდები, ეს იქნება დაახლოებით 4.9 ტრილიონი გამრავლებული ტრილიონზე, სადღაც 6 ტრილიონია თუ არ ვცდები ახლა 1 ტრილიონი 1 ტრილიონზე რო გაამრავლო და აი ამდენი არის 4.9 ჯამში ტრილიონი გამრავლებული ტრილიონზე, თუ არ მეშლება 6 ტრილიონი ქვია ამ ციფრს, აი ამდენი ატომია ერთი ადამიანის სხეულში, ხო? თუ ჩვენ თქვათ ატომები გვაინტერესებს, ძალიან უზარმაზარი წარმოუდგენლად უზარმაზარი რაოდენობაა. მაგრამ რელიგია აქ სხვა ტერმინებით ოპერირებს, ადამიანის სხეული შედგება იგივე მასალისგან, აი ეს არის ხაზგასასმელი, რა მასალისგანაც შედგება საერთოდ ჩვენი ხილული სამყარო, მათ შორის დედამიწა. მიკროკოსმოსათაც მოიხსენიებენ ადამიანს, არის როგორც არსებობს ხო ეგეთი განმარტება. რო ადამიანი მიკროკოსმოსი. ესე იგი, ეს არის როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სხეულზე. მაგრამ სხეულს გააჩნია თავისი თვისებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა რომ გვესმოდეს. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ სხეულს გააჩნია ტვინი, მაგალითად, ხო? და რას აკეთებს სხეულის ტვინი?
და აი ამით განსხვავდება ქრისტიანობა, თქვათ, სხვა მათ შორის მეცნიერული მიმართულებებისგან, იმიტომ რომ ქრისტიანობისთვის ადამიანს აქვს სხეული, რომელიც შედგება იგივე მასალისგან, რა მასალისგანაც ჩვენი სამყარო შედგება, ადამიანს გააჩნია სამშვინველი, რომელიც არ შედგება იგივე მასალისგან, რა მასალისგანაც სხეული და ადამიანს გააჩნია სული, რომელიც ასევე არ შედგება იგივე მასალისგან, განსხვავებით ცხოველებისგან. აი თუ ცხოველს ავიღებთ, ცხოველს გააჩნია სხეული, რომელიც შედგება იგივე მასალისგან, რაც ჩვენი ხილული სამყარო და ცხოველს გააჩნია სამშვინველი, რომელიც ასევე შედგება იგივე მასალისგან, რა მასალისგანაც შედგება ჩვენი სამყარო. ამიტომ, როდესაც ადამიანის სხეული კვდება, მასთან ერთად კვდება მისი სამშვინველიც და მთლიანად იქარწყლება. ადამიანი ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი, ადამიანს გააჩნია სხეული ისევე როგორც ცხოველებს, რომელიც შედგება იგივე მასალისგან, რაც ჩვენი ხილული სამყარო, ადამიანს გააჩნია სამშვინველი, რომელიც შედგება სხვა მასალისგან და ადამიანს გააჩნია სული, რომელიც ასევე სხვა მასალისგან. რა მასალისგან შედგება ადამიანის სული? ადამიანის სული შედგება ზუსტად იგივე მასალისგან, რა მასალისგანაც ანგელოზთა სამყაროა შექმნილი. იმიტომ რომ ანგელოზები არიან სულები. ანგელოზებს არც სამშვინველი აქვთ, არც სხეული აქვთ. მათ მარტო სული აქვთ, ისინი მხოლოდ სულები არიან, ამიტომ უწოდებთ სულიერ სამყაროს და ანგელოზთა სული შედგება იმ მასალისგან, რა მასალისგანაც ანგელოზთა სამყარო შექმნილი და ეს ჩვენთვის უხილავია. არსებობს საერთოდ შეხედულება, რომ ანგელოზი, როგორც სული, ეს არის განუყოფელი, ანუ მარტივი ანგელოზის სული არის განუყოფელი, ანუ მარტივი. ის არ განიყოფა რაღაცა კიდე სხვა ნაწილაკებად, ანუ სწორედ ის განუყოფელი ნაწილაკია, რომლისგანაც მთელი ანგელოზთა სამყაროა შექმნილი. ასევე არსებობს მართლმადიდებლობას მიაჩნია, რომ ადამიანის სული ზუსტად იგივე მასალისგან შედგება, რა მასალისგანაც შედგება ანგელოზთა სამყარო და ამით ხდება ადამიანის სწორედ არის ორი სამყაროს დაკავშირება, ჩვენი ხილული სამყაროსი და უხილავი ანგელოზთა სამყაროს შორის. დამაკავშირებელი ამათი ამ სამყაროების არის ადამიანი. ადამიანის სულზეც არის მოსაზრება, რომ ის მარტივია, ანუ განუყოფელია და შედგება სწორედ იმ ნაწილაკისგან, რა ნაწილაკისგან შედგება ანგელოზთა სამყარო. თუმცა აქ არის სხვა მკვლევარებს აქვს სხვადასხვა აზრები, შეიძლება ის არ იყოს მარტივი და განუყოფელი, ეს ახლა პრინციპული არაა და სამშვინველი. ადამიანის სამშვინველზე არის ორი მოსაზრება, მაგრამ ალბათ უფრო მოსაზრება, ერთი მოსაზრება, რომ ადამიანის სამშვინველიც შედგება ისევე როგორც ცხოველთა სამშვინველი იმ მასალისგან, რა მასალისგან შედგება ჩვენი ხილული სამყარო, მაგრამ ეს უფრო პროტესტანტული, არა მართლმადიდებლური აზრებია. მართლმადიდებელი მამების დიდი ნაწილი თვლის, რომ ადამიანის სული ისევე როგორც ადამიანის სამშვინველი, მაპატიეთ, რომ ადამიანის სამშვინველი ისევე როგორც ადამიანის სული, ორივე შედგება იმ მასალისგან, რა მასალისგანაც შედგება ანგელოზთა სამყარო. და ეს მოსაზრება ეხლა მართლმადიდებლობაში უფრო მყარია და უფრო ესე ვთქვათ, ამასა აქვს უფრო საპატიო ადგილი მიძღვნილი. ეს არის ჩვენი მოსაზრება მართლმადიდებლური. სამშვინველიც და სულიც ადამიანისა, განსაკუთრებით სამშვინველი. ცხოველებს სული არ აქვთ, ესე იგი ცხოველი მხოლოდ შედგება სხეულისგან და სამშვინველისგან, ადამიანი შედგება სხეულისგან, სამშვინველისგან, სულისგან. ცხოველის სხეულის და სამშვინველის შედგება იმ მასალისგან, რა მასალისგან ხილული სამყარო, ადამიანის სხეული შედგება იმ მასალისგან, რაც ხილული სამყარო, სამშვინველი და სული შედგება იმ მასალისგან, რაც უხილავი, ანუ ანგელოზთა სამყარო. დღეს ეს მოსაზრებაა. ეს ერთი. მეორე, რა არის ეს სამშვინველი და რა არის ეს სული და რა მახასიათებლები აქვს მათ, რითი განსხვავდება ისინი. ჯერ ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ადამიანის სხეულს აქვს წონა, აქვს ფორმა, აქვს ზომა. აქვს სიღრმე, სიმაღლე და ფორმას გარდა ამისა ვილაპარაკეთ, რომ მას ახასიათებს, აი ფორმაზე რო ვისაუბრებთ, ხელები აქვს, ხელფეხი აქვს, ვთქვათ, სახე აქვს და ასე შემდეგ, ხო? და აქვს თუ არა ფორმა, ზომა, წომა სამშვინველს და სულს? აქვს. მეც გეტყვით, ეხლა ათეიზმი ყველაფერს ამას უარყოფს, მაგრამ ქართველი მეცნიერებიც კი ძალიან გამოჩენილია, მაგალითად გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ძალიან იყო ივერი ფრანგიშვილი. ჩვენ მეგობრობდით, მე მას პირადად ვიცნობდი
ვიცე-პრეზიდენტი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო და თუ არ ვწდები, ვიცე-პრეზიდენტი იყო იქაც. მისი შვილი არჩილ ფრანგიშვილი, არის ჩემი მეგობარი, იყო რექტორი ტექნიკური უნივერსიტეტის. ივერი ფრანგიშვილი იყო გამოჩენილი კიბერნეტიკოსი, ერთ-ერთი ძალიან, ესეთი ძალიან გამოჩენილი მეცნიერი. საერთოდ ჩვენ კიბერნეტიკაში გვყავდა მთელი პლიადა გამოჩენილი მეცნიერებისა, ივერი ფრანგიშვილი, ჭავჭაინძე, გოჩა ჩოგოვაძე, ძალიან ბევრი, მინდია სალუქვაძე, ბევრი გამოჩენილი მეცნიერი გვყავდა. ივერი ფრანგიშვილი იყო საბჭოთა დროს დააკვირდით. ერთ-ერთი საიდუმლო ლაბორატორიის ხელმძღვანელი საბჭოთა დროს, რომელსაც ევალებოდა ესეთი აუხსნელი, პარანორმალურს ეძახიან, აუხსნელი ფენომენების გამოკვლევა და 1969 წელს ივერი ფრანგიშვილის ლაბორატორიამ შეძლო და დააფიქსირა ადამიანის, მეცნიერებისთვის სული სამშვენველი ეგეთი განსხვავებები არაა, მან დააფიქსირა, რომ ადამიანს სხეულის გარდა კიდე აქვს ენერგეტიკული მასა, აწონა კიდევაც ის და შეძლო მისი დაფიქსირება. მოგვიანებით განაცხადეს ამერიკელებმა, რომ მათმა ლაბორატორიებმაც გააკეთეს, მაგრამ ფრანგიშვილის ლაბორატორია პირველი იყო, ვინც ეს გააკეთა. დღეისათვის არსებობს უამრავი სამეცნიერო ინსტიტუტი და ლაბორატორია, რომელიც ამბობს, რომ მან გადაიღო, ესე იგი, საერთოდ სულს ხმარობენ სიტყვას, ან ენერგეტიკას ხმარობენ, ვიმეორებ, ხა მეცნიერება მართლმადიდებლობას არ მიყვება, რომ სული სამშვენველი და ამბობენ, რომ მას ფორმაც აქვს, ზოგი ამბობს, რომ ფორმა აქვს ადამიანის სხეულის, ზოგი ლაბორატორია გვეუბნება, რომ რაღაცა, ესე ვთქვათ, სფეროს ფორმა აქვს, ზოგი ამბობს, რომ 28-30 გრამია წონა, ზოგი ამბობს, რომ 60 გრამს წონა. ფაქტი ერთია, რომ ძალიან ბევრი ლაბორატორია სხვადასხვა ხელსაწყოებით, აქ ხელსაწყოსაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ხელსაწყოებით იღებენ, ფოტოებიც არსებობს, აწონვაც შეძლეს, რაღაცა სხვა პარამეტრები გაზომეს და ერთ რამეს კაფეოდ გვეუბნებიან, რომ ეს არსებობს და აქვს ფორმაც, აქვს ზომაც, აქვს წონაც და ასე შემდეგ. ეხლა მართლმადიდებლური ხედვა როგორია? მართლმადიდებლობა ამბობს, რომ სამშვენველი აქაც სხვა შორის ყველა მამა არ საუბრობს ფორმაზე. მაგრამ არიან მამები, რომლებიც საუბრობენ მაგალითად სამშვენველის ფორმაზეც და სულის ფორმაზეც. ერთ-ერთი ისეთი ყველაზე განვრცობილი შეხედულება არის ის, რომ ადამიანის სამშვენველი ისევე როგორც ადამიანის სხეული, ანუ ფორმით იმეორებს ადამიანის სხეულს და ადამიანის სამშვენველი მოიცავს მთლიანად ადამიანის სხეულს და გამსჭვალავს მას მთლიანად. ანუ დააკვირდით, სხეული არის სამშვენველი მთლიანად გამსჭვალავს, იმიტომ რომ ეს ენერგეტიკა, ეს ენერგია, ხშირად სამშვენველს სიცოცხლის ენერგიას უწოდებენ, სამშვენველი მთლიანად მოიცავს და იმეორებს ადამიანის სხეულის ფორმას და მთლიანად გამსჭვალავს მას. სული კიდევ უფრო თხელი წარმონაქმნია ვიდრე სამშვენველი, ასეთი სიტყვას ხმარობენ ხშირად თხელი, სამშვენველი გამსჭვალავს სხეულს, სული გამსჭვალავს სამშვენველს და სამშვენველისგან მერე გამსჭვალავს სხეულს და ისიც ფორმით იმეორებს ადამიანს და აი აქ დააკვირდით ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით ყოვლადწმინდა სამების ბუნებაზე და ჰიპოსტასებზე, განსაკუთრებით ჰიპოსტასებზე. ერთ-ერთ გადაცემაში დაწვრილებით ვილაპარაკეთ, ჩვენი ვილაპარაკეთ ესეთ მოვლენაზე, როგორც არის პერიხორესის. და ვთქვით, რომ ჰიპოსტასები, მამა, ზედა, სულიწმინდა ურთიერთგამსჭვალავი არიან, ხო? ისინი ერთმანეთში არიან და ერთმანეთს გამსჭვალავენ. აი აქაც დააკვირდით, რომ ადამიანი ღვთის ხატებად არის შექმნილი. ადამიანის სამშვენველი, სული და სხეული ერთმანეთს მოიცავს და ერთმანეთს ურთიერთგამსჭვალავს. ისევე როგორც სამებაში ჰიპოსტასები ერთმანეთს მოიცავენ და ერთმანეთს ურთიერთგამსჭვალავენ. აი ესეა ზუსტად ადამიანშიც სხეულის სამშვენველი. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ სული და სამშვენველი სულის ნაწილიაო. ესე განმარტავენ ამას. ეხლა ვიტყვი, და არა როგორც ცალკე სუბსტანციას, როგორც დაუშვათ. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა და მაგას ვიტყვი ეხლა. საქმე იმაშია, რომ ჯერ ეს თქვა. საქმე იმაშია, რომ არიან ორნაირი მსჯელობა მიდის მართლმადიდებლობაში სულზე და სამშვენველზე და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანის სული და სამშვენველი ჩვენ ადრე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვით, რომ დავიმახსოვროთ პრინციპი შეურეველი და განუყოფელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია საერთოდ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში. მაგალითად, ღმერთის ჰიპოსტასები, მამა, ზედა, სულიწმინდა, შეურეველი და განუყოფელი არიან ერთმანეთთან. ანალოგიურად
ჩვენ თქვით რომ ეგ სიტყვები შეიძლება ადამიანზეთანაც გამოვიყენოთ, თქვათ რომ მისი ჰიპოსტასი და ბუნება შეურეველი და განუყოფელია გარკვეული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჰიპოსტასი არ არსებობს ბუნების გარეშე და ბუნება ჰიპოსტასის გარეშე. ზუსტად აქაც ესეა. ადამიანის სული და სამშვენველი საბედნიერო დღეისათვის სრულიად შეურეველი და განუყოფელია. ანუ უხლეჩია მათ ერთმანეთსგან ვერ გახლიჩავ, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ერევიან, თუმცა ურთიერთ გამსჭვალავენ. სამწუხაროდ ადამიანის სხეული არ არის შეურეველი და განუყოფელი, ახლა ამაზეც ვისაუბრებ ჩვენ. და სიკვდილის მერე ხდება განყოფა, თუმცა იდეალში ადამიანის სხეული, სული და სამშვენველი სამივე უნდა იყოს შეურეველი და განუყოფელი და მეორედ მოსulis მერე როცა აღსდგება ყველა ადამიანის სხეული, სამშვენველი და სული სამივე გახდება შეურეველი და განუყოფელი. ამიტომ მართლმადიდებლობაში ხშირად როცა ლაპარაკობენ სულზე, სულში სამშვენველსაც გულისხმობენ, იმიტომ რომ ის შეურეველი და განუყოფელია და ამბობენ რომ სული სამშვენველის ნაწილია. და ესეც არის შეურეველი და განუყოფელია, მაგრამ როცა საჭიროა შეგვიძლია ცალ-ცალკე ვილაპარაკოთ სამშვენველზე, სულზე და სხეულზე, მაშინ როცა მაგალითად გვინდა დღეს ეს გვინდა ჩვენ და მომავალ გადაცემებში რომ ვაჩვენოთ სულიერი თვისებები. მაგალითად სულიერი გზნობა სხვა არის და სამშვენველის გზნობა სხვა არის და სხეულის გზნობა სხვა არის და უნდა ვანახოთ ეს და სულიერ ცხოვრებაში ზოგადად დიდი პრობლემა არის, როდესაც ადამიანს მშვენიერი გრძნობები მიაჩნია სულიერად. დიახ, და პირიქით, ანუ აი ამისი აღრევა სულიერ მთელი ასკეტური ლიტერატურა მაგას ეძღვნება, რომ სულიერი არ უნდა გეგონოს მშვენიერი და პირიქით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც ჩვენ ახლა გვაწყობს, რომ ცალ-ცალკე ვილაპარაკოთ ამაზე. ვიმეორებ წინააღმდეგობა არაა, როცა ჩვენ ცალკე ვილაპარაკობთ სულზე, ცალკე სამშვენველზე, ცალკე სხეულზე, იმ მამებთან, რომლებიც სულზე და სამშვენველზე ერთად ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ სული სამშვენველის ნაწილია. ეს ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ განუყოფელი და განუხლეჩავია სული და სამშვენველი დღესდღეობით და შესაბამისად აქ არაა წინააღმდეგობა. მაგრამ ჩვენ ახლა ზუსტად აი ეს თქვათ, მოდით გავიხსენოთ ცოტა ხნით, რომ უფრო ძირითადად რაღაცეები უკვე ვთქვით პატარა შესავალივით და შეგვიძლია გავიხსენოთ ძველი აღქმა. ძალიან საინტერესოა ძველი აღქმა, ეს არის წიგნის შექმნისა, პირველი წიგნი. მეორე თავი მეშვიდე მუხლია თუ არ ვცდები ახლა. სადაც საუბარი არის ადამიანის შექმნაზე. აი მე მინდა ზუსტი თარგმანი, ეს ჩემი თარგმანია პირადად ებრაულიდან. და მინდა რომ ეს ზუსტი თარგმანი ვთქვა, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხო? შექმნის წიგნი თავი მეორე მეშვიდე მუხლი. აი აქ ნათქვამია ებრაულ ორიგინალში, აი ზუსტი თარგმანი როგორია? შთაბერა ღმერთმა ადამს ნესტოებში სიცოცხლის სიო და გახდა ადამიანი ცოცხალი არსება. ვიმეორებ. შთაბერა ღმერთმა ადამიანს ნესტოებში სიცოცხლის სიო და გახდა ადამიანი ცოცხალი არსება. ეხლა რა არის საინტერესო? ებრაულში ნახმარია ესეთი სიტყვები: ნეშმათ ხაიმ. ნეშმათ ხაიმ საუკეთესო თარგმანი ალბათ არის სიცოცხლის სიო, ნეშმათ ხაიმ, სიცოცხლის სიო, მაგრამ აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ, თვითონ ებრაელი განმარტებლებიც ფილოლოგიური თვალსაზრისითაც, ანუ გრამატიკული, სემანტიკური დატვირთვითაც, ანუ აზრობრივი დატვირთვით და რელიგიური დატვირთვითაც, როდესაც სიტყვა ნეშმათ, ესენი უკავშირებენ ამის არსებითი სახელი არის ნეშამა. რა არის ნეშამა? ეს არის უმციკლო სული ებრაული განმარტებლების განმარტებით, ეს არის უმციკლო სული, ანუ და შექმნა ღმერთმა, და შთაბერა ღმერთმა ადამიანს ნესტოებში უმციკლო სული და გახდა ადამიანი ცოცხალი არსება, აი ეს ცოცხალი არსება, ანუ ცხოველ ხო იგი. დააკვირდით მრწამსი გავიხსენოთ წამსი, მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისამყრობელი, მერე ძე, ხო, ძე ღვთისა, მერე და სული წმინდა, უფალი და ცხოველის მყოფელი. ტყუილა კი არაა ეს ნათქვამი სიტყვები. ან სულიწმინდის ლოცვა, ხო, მე უფეო ზეცათაო, ნუ გეშინისცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ ყოველსავაღოსებ მათთა შეინთა, საუნჯეო კეთილთაო მომჭებელო ცხოვრებისაო, მოვიდა დაემკვიდრე ჩვენ შორს და წმინდა ყონჩყოლის გაბიძა და აცხონეს სახერო სული ჩვენი, მაგრამ აქაც არის, ხო, ყოველივეს აღავსებ მადლითა შეინთა. სული არის ცხოველის ყოფილი, სული წმინდა, ის გვაცოცხლებს, ცხოველ ყოფს. აი როცა ღმერთმა ადამიანს ნესტოებში
უმციკლოსული შთაბერა, ანუ უცოდველი და უმციკლოსული. ადამი მერე დაეცა გახდა ცოდვილი, ის გაცოცხლდა. ცხოველ ყო ღმერთმა, გახდა ცხოველი. ახლა დააკვირდით, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მან სწორედ შექმნა ღმერთმა სხეულით შეუქმნა ადამიანს, სამშვენელით შეუქმნა და სულით შეუქმნა და ცხოველ ყო ღმერთმა ადამიანის სული და სულმა ცხოველ ყო სამშვენელი და სამშვენელმა ცხოველ ყო სხეული. ადამიანი ამის შემდეგ მოთავსებულ იქნა სამოთხეში. ეხლა სიტყვა სამოთხეს რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი სამოთხე ეს არის მზეციერი სასუფეველი, ანუ ანგელოზთა სამყაროს უწოდებთ ჩვენ სამოთხეს, ეს ერთი. სადაც ყოფი ცოცხალი არსებები, ანგელოზები თუ ადამიანები სულიწმინდის ენერგიით შეწებებული არიან ღმერთს და მუდმივ კავშირში არიან ღმერთთან, თორე ღმერთი ყოველივეს მიღმა, ყოველი ქმნილის მიღმა, ის საერთოდ არ არის მიღმა ყველაფრისა, ჩვენ ამაზე ვართ ნალაპარაკები, მაგრამ სამოთხეში მყოფალი ადამიანები თუ ანგელოზები, ცოცხალი არსებები, ისინი შეწებებული არიან ღმერთს და ესაა ადამიანის ფუნქცია, მთავარი შეეწებოს ღმერთს. ასევე სიტყვა სამოთხეში იგულისხმება ადამიანის ის მდგომარეობა, როდესაც დედამიწაზე წმინდანი ადამიანი როგორია, რომელიც იმდენად შეეწებება ღმერთს სულიწმინდის ენერგიით, რომ ამბობენ მისი გულიდან ეს ხატოვანი გამოთქმა სვეტიადის ენერგეტიკული, ესე იგი, სვეტიადის ღმერთთან. რასაც აი ჩვენ თვითმეტყველებაში განღმრთობილი მდგომარეობა ამას ხო განღმრთობილი ადამიანი არის ღმერთთან მუდმივ ერთობაში. აქაც უნდა მადლმოსილება. მადლმოსილი, აი მადლმოსილი. ეს უფრო სწორია, რატო? იმიტომ რომ განღრთობაც სწორია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ განღრთობა არის მადლმოსილი, როცა ადამიანი მადლმოსილი მდგომარეობაში სულიწმინდის მადლმოსილია, ის არის განღრთობილი, ანუ ღმერთთან არის შეწებებული როგორც საფეხური, ესა უნდა დაგვავიწყდეს. განღრთობის ნულოვან საფეხურზე დგები ჩვენ, როცა ვინათლებით. უკვე განღრთობილები ვართ მონათლებით, მაგრამ ნულოვანი საფეხურია. და ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყოველი ზიარების, ყოველი ჩვენი სწორი ცხოვრები ჩვენ განღრთობის გზაზე მივდივართ. მერე ვარდებით რაღაც ცოდვებში, რაღაც ორმოებში, იქიდან ისევ ამოვდივართ. აი როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს კარგად, რომ ადამიანის ფუნქცია ეს არის მუდმივი მსგავსება ღმერთს მიმსგავსების, ანუ ეს არის ადამიანის დანიშნულება, ფუნქცია ადამიანის არის მუდმივი მსგავსება, იყავი სრულქმნილი, როგორც სრულქმნილი არის თქვენი მამაზეციერი, ეს არის რაღაც მომენტში ჩვენ განმხტობის, ჩვენ არა წმინდანები აღწევენ განმხტობის იმ საფეხურს, აი ეს არის მადლმოსილება, როდესაც უკვე მიწებებული არიან და აი ნამდვილი განმხტობა ეს არის, რომ უკვე შეეწება ღმერთ შემოსილი ხდება, კი, აი შეიმოსა ღმერთით და ამბობენ რომ აი ამ დროს მისი გულიდან აი ესეთი მუდმივი სვეტით არის მიწებებული ღმერთსო, ესეთი ხატოვანი კარგი გამოთქვა და აი ეს არის როცა სამოთხე არის შენს გულში, ქრისტე რასაც ლაპარაკობს, როცა სამოთხე ზეობს შენ გულში. და არის სამოთხის მესამე მნიშვნელობაც, ეს იყო ბაღი, რომელიც შექმნა ღმერთმა ედემის ქვეყანაში, ესეთი ქვეყანა არსებობდა ედემი, დღეს ის აღარ არსებობს. ეს ქვეყანა სადღაც თანამედროვე ერაყის შესაძლო ალბათ ტერიტორიაზე იყო. ამ ქვეყანაში ედემში იყო ერთი ბაღი, რომელიც ედემის ბაღით არის ამ სახელითაა ცნობილი. ანუ ქვეყანა იყო ედემი და იყო ბაღი. აი აბერ წერია დაბადებაში ტიგროსისა და ეუფრატის გამოედინება, ანუ არის ერთი მომწყველი მდინარე, რომელიც 4 ტოტად იყოფაოდა. ამ 4 ტოტიდან 2-ზე პირდაპირ მითითებაა, რომ ერთია ტიგროსი, მეორეა ეუფრატი და ასევე არის 2 სხვა მდინარეც. აი ეს ბაღი იყო სამოთხის ბაღი და ჩვენო გვახსოვდეს რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, არაა ნათქვამი სად შექმნა ღმერთმა ადამიანი. მისი სხეული, მისი სამშვენელი თუ სული სად შექმნა, მაგრამ ნათქვამია რომ ღმერთმა ადამიანი აი ამ ედემის ბაღში მოათავსა სამოთხეში. ანუ ადამიანი რო შეიქმნა, ის სწორედ დედამიწაზე ედემის ქვეყანაში აი ამ სამოთხის ბაღში იყო მოთავსებული. მას მერე რაც ღმერთმა შთაბერა მის ნესტოებში აი ეს უმციკლო სული და ის უმციკლო ცხოვრობდა. ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა სამოთხეში, სხეულიც გააჩნდა, სამშვენელიც და სულიც და ადამიანი ამ ბაღში იკვებებოდა ღმერთის ენერგიით და იმდენი ენერგია მიიღო მან, შეისის ხორცა, შეიძლება ისე ვთქვა, თუმცა ჩვენ რო გვესმოდეს, რომ ღმერთის ენერგია როგორ მოქმედებს. ჩვენ ცალკე კიდე გვექნება ციკლი გააცემის ღმერთის ენერგიაზე, როგორ მოქმედებს ღმერთის ენერგია. ღმერთის ენერგია არასოდეს არსად არ იკარგება და არც გარდაიქმნება და არც აკლდება ღმერთს. ღმერთის ენერგია გარდმოედინება სამყაროში და
ღმერთის ენერგია, განსაკუთრებით მაცხოვნებელი ენერგია მონათლულებზე, ზიარებისას, როგორ მოქმედებს, ის შემოდის ჩვენში, სასწაულებრივად გვცლის ჩვენ უკეთესობისკენ, მაგრამ თვითონ ეს ღმერთის ენერგია არსად არ იკარგება, ეს ღმერთთან მუდმივად რჩება. ის არ გარდაიქმნება რამეში, არ ქრება, არ მცირდება. როგორც იყო ღმერთთან ეს ენერგია, ისე რჩება ღმერთთან ეს ენერგია, ღმერთის ენერგია, მაგრამ ეს არის მოქმედება, ღმერთის ენერგია სხვა ენაზე უწოდებენ ღმერთს მოქმედებაში. ის ჩვენზე მოქმედებს და ჩვენს ყველა უჯრედს, ჩვენ სამშვინელ სულსაც, სხეულსაც ის ცვლის. უბრალოდ ცვლის სასწაულებრივად და აუმჯობესებს. ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლთა შენიდან. ამ სამყაროსთან ღმერთი მოქმედებს საღვთო ენერგიებით და თვითონ როგორც ღმერთი განყენებულად სამყაროს მიღმა არსებობს, მაგრამ ამ სამყაროსთან ურთიერთობს თავისი საღვთო ენერგიებით. ამისი გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ვამბობთ შევისისხლხორცეთ ღვთის ენერგია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთს მოაკლდა ის ენერგია და ჩვენი გახდა, არა. ეს ნიშნავს, რომ იმას სასწაულებრივად ჩვენ შეგცვალა, თორე ის ღმერთთან დარჩა და ჩვენ შეგცვალა და ის გვიწებებს ჩვენ და მთელი მიზანი სწორედ ესაა, რომ მუდმივად შევეწებოთ და გავხდეთ განუხლეჩელი აი ეს არის ქრისტესთან უნდა გახდეს შეწებებული და განუხლეჩელი. და მეორე მოსულის შემდეგ ამ მატერიალურ სამყაროს, როდესაც განაახლებს უფალი, მთელი ეს სამყარო იქნება საღვთო ენერგიით აღსილი და ადამიანი ის სამყარო რომელიც ღმერთთან დარჩება. რომელიც დარჩება. ის რომელიც ეშმაკთან წავა, მოწდება მარადიულად. ეხლა ჩვენ აი უნდა დავინახოთ რა. რომ 60-ში ღმერთის ენერგიით იკვებებოდა ადამიანიც და ევაც და იმდენი ენერგია მიიღეს ღმერთისგან მათ, რომ ამ ღმერთის ენერგიით სასწაული მოხდა რა, გახდა უკვდავი მათი სულიც და სამშვინველიც და სამშვინველი და სული ერთმანეთს შეეწება განუხლეჩავად და შეურევლად. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო სხეულმა, რომ უკვდავ ყოფილიყო. ადამმა მანამდე შეცოდა. ჩვენ გვახსოვს, რომ ეშმაკი ფაქტიურად შეაცდენს ადამიანს და ევას და ისინი სამწუხაროდ თავარი რა არის აი შეცოდება, რაშია ეს შეცოდება? იმაში, რომ თვითონ ადამიანში და ევაში უკვე იდო ის ღმერთისგან, იდო ის იდეა, რომ ადამი და ევა უნდა განმხრთოვდეს. და ეს განმხრთოვება ნიშნავს მარადიულად უნდა ემსგავსოს ღმერთს. ჯერ უნდა მივახციოთ ღმერთის მსგავსებას იმ დონით. რა არის განმხრთოვება? ეს არის ისეთი იმ მდგომარეობის მიღწევა, როდესაც ჩვენ ხვდებით ბოროტებისკენ მოუბრუნებლები. ღვთის ხატების მარადიული მსგავსება ღმერთს. ჩვენ არა ვართ ეხლა თქვათ მე და გეგა არა ვართ სამწუხაროდ ბოროტებისადმი მოუბრუნებლები, პირიქით მოუბრუნებადები ვართ. მაგრამ არიან დედამიწაზე ადამიანები, რომლებიც ხდებიან ბოროტებისკენ მოუბრუნებადები, ხდება მათი განმხრთოება. ანუ ამას უნებობასაც ეძახიან, უნებობის მდგომარეობაში. ზოგიერთმა ქართველმა წმინდანმა სიცოცხლეშივე მიაღწია. მაგალითად გაბრიელ ურგებაძემ. მაგალითად გაბრიელ ურგებაძემ, ჩვენმა საყვარელმა წმინდა მამამ, რომელსაც დღესაც ბევრი ებრძვის და იძახის, რომ არ იყო წმინდანი, ან კიდე რა ვიცი რა სისულელებს ლაპარაკობენ, მაგრამ მან გახტოება სწორედ სიცოცხლეში მიაღწია. აი იყო ესეთი კუქშა ოდესელი, დღეს არის სხვა შორის მისი დღე. ძალიან ცნობილი წმინდანი იყო, ოდესელი წმინდანი, კუქშა ოდესელი და მანაც სიცოცხლეში მიაღწია განმხრთოებას, აი ძალიან ცნობილი, იმიტომ გამახსენდა, რომ მამა პორფირი კავშოკალევიჩი დღეს იყო მისი დღე და იმიტომ გამახსენდა. უდიდესი მოღვაწე და ასე შემდეგ. იოანე ზედაზნელი, სპირიდონ ტრიმიფუნტიელი ხო, ეხლა ხვალ იქნება მათი დღე. ეს ხალხი, რომელმაც სიცოცხლეში განმხრთოებას, ანუ ბოროტებისკენ სრულად მოუბრუნებადები გახდნენ. აი ეს ხდება ღმერთის ენერგიით სწორედ. სამწუხაროდ ადამი და ევამ შესწოდეს, რას ნიშნავდა ეს შეწოდება? მათ ღმერთის ენერგიაზე თქვის უარი. განმხრთოება მათში იდო როგორც იდეა და ეშმაკმა რაში მოათხო, უთხრა, რომ თუ სხვა გზას აირჩევთ, ანუ ეშმაკის გზა, თავისი გზა შესთავაზა და უთხრა, თუ აი ამ გზას აირჩევთ, ანუ ეშმაკის გზას, ღმერთები გახდებითო და იმათ ისედაც იცოდნენ, რომ უნდა განმხრთოვდნენ და გადაწყვიტეს, რომ აი ეს გზა ძალიან მოკლე გზა და სწრაფად გახდებიან ღმერთებივით და ეშმაკმა ღმერთის ტყუილში დაადანაშაულა და მათ სხვათა შორის აი სამწუხაროდ ეს იდეები მიიღეს და უარი თქვეს ღმერთის ენერგიაზე. ეს იყო ადამიანის თავარი ცოდვა და ევასი. ნუ რეალურად მაგრამ უარი თქვეს ღმერთის ენერგიაზე. იჩქარეს ადამ და ევამ, იჩქარეს ძალიან იჩქარეს, იმიტომ რომ ადამიანს და ევას ჰქონდა მოცემული
ბუნება, თავისი ბუნება და ღვთის ხატება იდო მასში, მაგრამ როდესაც შენ გაქვს ეს ბუნება, უნდა იცოდე ამ ბუნების სწორად გამოყენება და მათ დაასწრეს, უფრო მალე მიიღეს ის ნაყოფი, რომელზეც არის მოცემული და ამ სიჩქარის გამო ვერ აითვისეს ის, ვერ იტვირთეს ის, რაც შეჭამეს, ანუ როგორც არის მოცემული ის ენერგია ის ვერ დაიტიეს. ფაქტობრივად საბოლოო ჯამში დაუტევნელი იყო მათთვის ის ფაქტობრივად საბოლოო ჯამში მთავარ მარტივია მათ უარი თქვეს ღმერთის ენერგიაზე, ეგონათ რომ ამ გზით უფრო სწრაფად გახდებიან ღმერთები, ეს წარმოუდგენელად დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე, რომელიც ყოველდღე ესაუბრებოდა მათ და შეწებებული იყვნენ ღმერთთან იქ სამოთხეში და თავისი ნებით თქვეს ეს უარი სხვათა შორის და მერეც როცა ღმერთი ადამიანს ესაუბრება, ადამი კი არ ინანიებს, ის ღმერთს ადანაშაულებს, ის ეუბნება რომ რომელიც იმან მაცუნა, ანუ შენი ბრალიაო, არ მოგეცა ცოლი და არ შევწდებოდიო, ეს კიდე უარესი უფრო მეტად ცოდვაა და აი ამიტომაც ფაქტიურად ისინი მოწყდნენ. და მოწყდნენ რა მდგომარეობაში? როდესაც სული და სამშვენველი უკტავია და სხეული მოკვტავი. ამიტომაც სამოთხიდან წამოსვლის შემდეგ ჩვენი სხეული შეიცვალა, სამოთხეში იყო უფრო თხელი, უფრო ესე თქვათ ჩატეთხელი და არა განხრწნადი, გახდა განხრწნადი. აი აღდგომის შემდეგ ბერდება ქრისტეს სხეული, როგორც იყო ქრისტეს. გახდა განხრწნადი, ბერდება და გახდა მოკვტავი ჩვენი სხეული. იმიტომ რომ არ იყო მანამდე, მაგრამ სული და სამშვენველი გახდა უკვდავი. ეს ერთი რაც უნდა ჩვენ დავინახოთ და უკვე ხედავთ აი სხვაობას. სხეული მომკვდავია, სული სამშვენველი უკვდავი. ეს ერთი. ეხლა ჩვენ ვთქვით რომ სულს მაპატიეთ სხეულს, აი შედარებები რო გავაკეთოთ. სხეულს გააჩნია ზომა, წონა, ფორმა და ვთქვით რომ სამშვენველსაც აქვს ზონა, წონა, ფორმა და სულსაც აქვს ზომა, წონა, ფორმა. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ სხეულს აქვს თვალები, მაგალითად ჩვენ გვაქვს თვალი, ჩვენ გვაქვს ყური, ჩვენ გვაქვს სახე, პირისღრუ, ჩვენ გზნობთ რაღაცა სხეულით. რა გზნობები აქვს სხეულს? სხეულის და აი სამშვენველი რა არის? აქვს თუ არა სამშვენველს გზნობები? სულს აქვს. სამშვენველსაც აქვს გზნობები, სულსაც აქვს გზნობები, სხეულსაც აქვს გზნობები. ეხლავე ვიტყვი. სხეულს აქვს ტვინი აქვს, სამშვენველს ჭკუა აქვს. სულს გონება აქვს. დააკვირდით როგორი რაღაცეებზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ჯერ ერთი მარტივი რამე ვთქვათ. აი სხეული, როგორ ცოცხლობს ჩვენი სხეული. ჩვენ ვიცით მაგალითად დღეს მედიცინამაც იცის რომ ჩვენ სუნთქავთ. თუ ადამიანმა არის სუნთქა, ის ვერ იცოცხლებს. ჩვენ სუნთქავთ ეს ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჟანგბადი და სუნთქვას თავისთავად. ძალიან მნიშვნელოვანია სისხლი. თუ ადამიანს თქვათ არტერია გაუწყდა და სისხლიდან დაიცალა, ადამიანი მოკვდება. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰაერი, რომ ვისუნთქოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სითხე, სისხლი, ძალიან მნიშვნელოვანია წყალი, წყლის გარეშე ადამიანი სწრაფად კვდება და საკვებიც. ეს 4 რამ ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ სისხლი? იმიტომ რომ სისხლი, როდესაც ადამიანი სუნთქავს, ჟანგბადი, რომელსაც ადამიანი შეისუნთქავს, სწორედ ამ ჟანგბადს სისხლს მიაქვს ეს ჟანგბადი უჯრედებში. აი დააკვირდით, როცა ადამიანი საკვებს ან წყალს ღებულობს, საკვები, წყალი, ჟანგბადი სისხლს მიაქვს უჯრედებში. თითოეული ჩვენი უჯრედი ეს არის როგორც აი ბიოქიმიური ქარხანა, რას აკეთებს უჯრედი. უჯრედში ჰაერი ვიცით და წყალი ყველაფერს ჟანგავს, რკინასაც კი ჟანგავს. ფაქტობრივად უჯრედში ჰაერის წყლის გამოყენებით იჟანგება საკვები, სისხლს შეაქვს ეს ყველაფერი უჯრედში. უჯრედი პატარა ბიოქიმიური ქარხანაა, რომელიც წყლის ჰაერის გამოყენებით ჟანგავს საკვებს და იქიდან გამოყოფს ენერგიას, იმ ენერგიას, რომლითაც ჩვენ ცოცხლობთ და რაც ნარჩენია, იქ ნახშირორჟანგი იქნება ეს თუ ნარჩენები საკვების, ისევ სისხლსვე გამოაქვს ორგანიზმიდან. აი სისხლის ფუნქცია. ესეთი მდინარეა, რომელსაც შემოაქვს ჰაერი, ჟანგბადი, საკვები და გააქვს ნარჩენები, მაგრამ უჯრედი გადაამუშავებს ამას ყველაფერს, ჩვენ უკვე ვთქვით ადამიანში საშუალოდ 30 ტრილიონი უჯრედია თქო. და თითო უჯრედში დაახლოებით 1.5 ტრილიონი ატომია თქო და აი ეს გადამუშავება ხდება და ამით ცოცხლობ ჩვენ და აი გული ეს არის ის ძრავა, რომელიც ატრიალებს ამ სისხლს. მაგრამ გულს რა აძლევს ენერგიას? დღემდე მეცნიერება, რომელიც უარყოფს თქვა სამშვენველს, ვერ გვაძლევს ჩვენ ვერანაირ დამაჯერებელ განმარტებას, რატო იწყება აი გული, რატო ჩაირთვება.
რატომ ჩაირთვება და რამდენი ხანის მუშაობს, იმდენი ხანი მუშაობს. აი ქრისტიანობა გვეუბნება ჩვენ რომ ცხოველსაც ეხება ეს და ადამიანსაც სამშვინველი ეს არის სწორედ ის სიცოცხლის ძალა, ის სიცოცხლის ენერგია, სამშვინველია ის ვინც გულს როგორც ძრავას აძლევს იმპულსს რომ იმუშაოს. ანუ ადამიანის ცხოველქმედების ენერგია სხეულში განფენილი არის სამშვინველი. სამშვინველი მაგიტომაც ქვია ქართულ ენაში. სამშვინველი, საფშვინველი ძველ ქართულში სინონიმებია შვინავს, მშვინავს, სუნთქავს. სამშვინველი, საფშვინველი გვასუნთქებს. ეს არის ის ენერგია, რომელიც გვასუნთქებს, ეს არის ის ენერგია, რომელიც გულს ძრავას იმპულსს აძლევს. ამ ენერგიის მეშვეობით მოძრაობს სისხლი, ამ ენერგიის მეშვეობით სხეული იღებს სიცოცხლის ენერგიას, მაგრამ სამშვინველის რესურსიც არსებობს. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშვინველი უკვდავია სულთან ერთად, სამშვინველი ორგანიზმს ვერ ამუშავებს, თუ იგი ძალიან დაბერდა. თუ უჯრედების რაოდენობა აღარ მრავლდება, ადამიანი ბერდება და მდგომარეობა ისეთია, რომ მათ აღარ ძალუც მუშაობა. ან თუ ჭრილობები მივიღეთ ბევრი, ან თუ რომელიმე ორგანო იგივე გული ისე გაიცვითა, ცვეთა არსებობს ადამიანის ორგანიზმში, რომ უკვე სამშვინველს აღარ შეუძლია ის ამუშაოს და ვერ ამუშავებს. ეს რაღაცნაირად არ ვიცი ცუდი შედარებაა, მაგრამ ავტომობილში თუ ყველაფერი მოძვილდა ეხლა საწვავი რომ ჩაასხა, ვეღარ მუშაობს უკვე თუ ყველაფერი დაიცვითა. აი ესე ადამიანის ორგანიზმის მას გარკვეული ცვეთა გააჩნია და სამშვინველი ამას ამუშავებს. ის არის მამოძრავებელი მთავარი ძალა, რომელიც ამას ამუშავებს. ამიტომ არის ის აუცილებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამშვინველს არ აქვს მაგალითად ჯერ ესეთი კიდე უნდა ვთქვათ, რომ აი აქ არის ისევე როგორც ჩვენ ვთქვით პერიხორესისი, რომ ერთმანეთს გამსჭვალავს სხეული, სამშვინველი და სული, ისინი ერთმანეთში ურთიერთზემოქმედებასაც ახორციელებენ, ურთიერთ გამსჭვალვა არსებობს ზემოქმედებაშიც. რაში გამოიხატება ეს? აი ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო, რომელიც ძალიან გასაგები გახდება. აი შეიძლება ეხა ზამთარია ცივა და ადამიანს შეცივდა და შეიძლება ერთი ჭიქა ჭაჭადალიოს, ან ორი ჭიქა იმისთვის რომ უბრალოდ გაგატკბეს. ორგანიზმს სინამდვილეში მეტი არ ჭირდება. მაგრამ უნდება ადამიანს ერთი ბოთლის დალევა. ეს სხეულს უნდება? დავფიქრდეთ ამაზე. არა. სხეულს არ შეიძლება მოუნდეს ერთი ბოთლი ჭაჭის დალევა. სხეულს ყოფნის ორი ჭიქა. სამშვინველს უნდება რომ დალიოს ერთი ბოთლი ჭაჭა. ამ დროს სამშვინველს კუჭი არ გააჩნია. მაგრამ აი სწორედ სამშვინველს აქვს ისეთივე მონდომება, მოქმედება, გრძნობა. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, ემოციები, რომელიც ადამიანს სასმელის შედეგად აღეძრება, ეს არის მშვინველი გრძნობები და ამ გრძნობების წყურვილს განიცდის სამშვინველი. ეს მერე სულიერში გადადის. აი გემოთ მოყარეობა, ღორმუცელობა ახასიათებს სამშვინველს. თუნდაც აი მუსიკას რომ უსმენს ადამიანი და ერთგვარ кайფს განიცდის, ესეც მშვინველი. არ მინდა რომ მოვწყდე ამ სასმელს, იმიტომ რომ ეს მაგალითი კარგია. ორი ჭიქის დალევა სჭირდება სხეულს, რომ გათბეს სიცივეში. მაგრამ ერთი ბოთლის დალევა სულს მერე სამშვინველს, რომ რაღაცნაირად გაიხაროს და დაკმაყოფილდეს. მაგრამ შემდეგ ადამიანი ხშირად ყოველდღე იწვევს სმას. ეს ამას თუ ძალიან თვრება თანაც, ამას ლოთობას ვეძახით ჩვენ. ყოველდღე იწვევს სვას. აი ყოველდღე სმა ეს უკვე სამშვინველი სურვილიც არ არის. დააკვირდით, სამშვინველს არ აქვს კუჭი, მაგრამ ერთი ბოთლის დალევა გახდა მისი სურვილი, ხორციდან გამომდინარე და მერე სულში გადაიზარდა და სულიერი სურვილია რომ ყოველდღე დალიოს. სულს მით უმეტეს არაფერი ხორციელი არ აქვს და არანაირი კუჭი და ვნებად იქცევა და სულისთვის მიდერეკილი ხდება სული ვნებისაკენ, რომელთაც მას დემონი ეუფლება და ვნებიდან რომელიც გამსჭვალავს სამშვინველს, სამშვინველი გამსჭვალა სხეულმა და სამშვინველს გაუჩნდა სურვილი დალიოს ერთი ბოთლი. და მე იქცევა ვნება. სამშვინველი რომელიც გამსჭვალავს სულს აქვს სურვილი ყოველდღე დალიოს, ეს უკვე ვნებად გადაიქცა. და ამ დროს ყოველდღიური სმის მერე ეხლა უკუღმა გამსჭვალვა. ადამიანის სისხლი იცვლება. ჩვენ ვიცით რომ ამ დროს სისხლი იცვლება. აი ჩვენ რომ ხოლესტერინს ვეძახით მაგალითად მისი რაოდენობა, ბევრი სხვადასხვა ესე იგი სისხლის ცვალებადობა ხდება და ბევრი სხვადასხვა არასასარგებლო და საზიანო მოვლენები თანსდევს ამას. ანუ ლოთობამ გამსჭვალა სულმა წრეზე სხეული და სხეულში სისხლი დაზიანდა ამ ერთი ქმედებით. აი ეს არის ურთიერთ გამსჭვალვა სხეულისა, სამშვინველისა და სულისა.
ეხლა აქ კიდე რაღაც უნდა დავინახოთ ჩვენ. მე უკვე ვთქვი რომ დავინახეთ გზნობები. დღეს კიდე მოვასწრებ ჩვენ ერთი რამე ვთქვათ, აი ჭკუაზე რო ვთქვათ. სულს აქვს ტვინი, ეს მაპატია ცხეულს აქვს ტვინი. რა შეუძლია ტვინს და რითი განსხვავდება ის ჭკუისგან. ტვინის ფუნქცია სხეულში ეს არის ყველა გზნობების მართვა, აღქმა. საერთოდ ტვინი აღქმასთან არის დაკავშირებული. თუმცა აღქმა პირველ რიგში ცნობიერების საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში ტვინს შეუძლია ძალიან მარტივი რეფლექსის დონეზე სხვა გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ჭკუა ეს უკვე სხვა რამეა, ჭკუა აქვს ცხოველს და ჩვენ ვხედავთ რომ არიან ცხოველები ჭკვიანი ცხოველები. აი თუ ეხლა ოპერატორს შეუძლია რომ გვაჩვენოს ერთი მოკლე ფილმი, სადაც ცხოველების ჭკუა არის ნაჩვენები, ჭკვიან ცხოველებზე არის ძალიან პატარა ფილმი. თუ შეგიძლიათ რომ გაუშვათ, თუ არა და ისე მოვყვებით ამას. ანუ საუბარი არის იმ ცხოველებზე, ჩვენ მაგალითად ვიცი, არ ვიცი ხა გაუშვებენ თუ არა ამ ფილმს, მაგრამ საუბარი არის მაგალითად ცხოველებზე, რომლებიც აი მაიმუნი ვნახეთ, ერთ-ერთ გადაცემაში ვაჩვენეთ ჩვენ, რომელსაც ავტომობილი დაყავს. ვანახეთ ჩვენ, გაუშვით თუ შეგიძლიათ ეს ფილმი, რომ წავიდეს. ეს გახლავთ მაიმუნი, რომელიც აღზრდილია ლაბორატორიაში, მას ქვია კანძი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მაიმუნი აგროვებს ტოტებს, რათა დაანთოს ცეცხლი. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იღებს ასანს, ანთებს ცეცხლს, შემდეგ ერთ ტოტზე ჩამოაცმევს სოკოს და ჩვენ თვალწინ ვხედავთ, როგორ წვავს ის ამ სოკოს და მერე მიირთმევს. კანძი თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს და ამას ვხედავთ ჩვენ. კანძის ესმის ჟესტების ენა და 3000 სიტყვამდე შეუძლია გადმოგვცეს ჟესტებით. რამდენი გასაღებია? 2. ეს რა ციფრი არის? Какая это цифра? 5. Правильно, хороший мальчик. მითხარი რითი Скажи, чем они განსხვავდებიან? различаются? თერით. Верно, цвет. ეს რა არის Скажи, что მითხარი? это такое? ლურსმანი. Кость, хороший мальчик. მითხარი აბა რა ფიგურა Какая არის? это фигура? 4 მითხარი რითი Скажи, чем они განსხვავდებიან? различаются? არაფერი. Правильно, они одинаковые. Сколько здесь რამდენი синих ლურჯი кубиков? კუბიკია? 4. 4, правильно, хороший мальчик. ალექსას ასევე კითხვაც შეუძლია. Правильно, хороший мальчик. Верно, это хороший мальчик. ამგვარად ჩვენ ვხედავთ რომ აი ახლა ვთქვათ სხვაობა. ჩვენ დავინახეთ რომ ცხოველებს ლოგიკური ამოცანების გადაჭრა შეუძლიათ, ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან. შემდეგ გადაცემაში ხა დრო ამოიწურა ვილაპარაკებ დელფინებზე, რომლებიც თვითონ იგონებენ სხვადასხვა ილეთებს მაგალითად. ფაქტია რომ ცხოველებს აქვს ჭკუა და მათ შეუძლიათ ძალიან ჭკვიანური ადამიანების გადაჭრაც კი. რითი განსხვავდება გონებისგან? ანუ სულს აქვს გონება. გონება იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ გონებით შეუძლია ადამიანს ჩასწვდეს ღმერთის არსებობას. მიიღოს ან უარყოს ღმერთი, იმიტომ რომ ადამიანები უარყოფენ ღმერთს. მაგრამ ღმერთის მიღება ან უარყოფა საერთოდ აბსტრაქტული აზროვნება, მაგრამ თავარი ვიმეორებ, ღმერთი ეს შეუძლია გონებას და ეს სულის თვისებაა. სულიერ გზნობებს, სულიერ გონებას და სულიერ ცნობიერებას ძალუც სწორედ ღმერთთან ურთიერთობა. სული მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობისთვის არსებობს. ყველა სულიერი გზნობა, სულის გონება და სულის ცნობიერება მხოლოდ იმისთვის არსებობს და უნდა იყოს მხოლოდ იმაზე მიმართული, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ღმერთის არსებობა და გააკეთოს ყველაფერი, რომ მას შეეწება. და ეს არის ერთადერთი არსებობის არსი, აზრი და მიზანი ადამიანური მყოფობისა, რომ მას ჰქონდეს ღმერთთან მუდმივი ერთობა და მუდმივად ემსგავსოს ღმერთს.
ან ადამიანს ღმერთმა თავისუფლება მისცა და ვიღაცა უარყოფს ამ ღმერთს და ზოგი კიდე საერთოდ ეშმაკს ეწებება. სამშვენველს ასევე აქვს ძნობები, ასევე აქვს ჭკუა, არა აქვს გონება ჭკუა, ასევე გააჩნია ცნობიერება, მაგრამ ეს ყველაფერი მიმართულია არა ღმერთისკენ, არამედ იმ ლოგიკური, შესაძლოა ლოგიკური ამოცანების, ან უბრალო ამოცანების გადაწყვეტაზე, რომელიც ჭირდება ცოცხალ არსებას არსებობისთვის. ჭკუა, ზნობები და ცნობიერება, რომელიც აქვს სამშვენველს, ვიმეორებ, სამშვენველს გონება კი არა, ჭკუა აქვს, მიმართულია არსებობისთვის და მათ შორის გონევრული არსებობისთვის, ჭკვიანური არსებობისთვის, ეს უფრო სწორია, ჭკვიანური არსებობისთვის და არის სხეული, რომელსაც ასევე აქვს ზნობები, ასევე გააჩნია ტვინი, არა ჭკუა და გონება, არამედ ტვინი, ასევე აქვს სხეულისთვის დამახასიათებელი, აღქმა, ესე ცნობიერება, რაღაცის შეგრძნება და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ სხეულში იყოს სიცოცხლე შენარჩუნებული. მისი ტვინი, მისი გზნობებიც და მისი ცნობიერება სხეულის ეს მხოლოდ ემსახურება იმას, რომ აი სამყარო, გარე სამყარო იქნას აღქმული, სწორედ და მიღებული. და გონება სწორედ არის ის, რაც ზრდის ადამიანში, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანში, გონება არა მაპატია ცული, თავისი გზნობით, თავის გონებით და სულიერი ცნობიერებით, ის არის, რამაც უნდა აღზარდოს ჩვენში პიროვნება. გვიბიძგოს, რომ პიროვნება აღვიზარდოთ და შეგახსენებთ, ჩვენ ადრე ავხსენეთ, რომ პიროვნება მართლმადიდებლური გაგებით. ეს ის კი არაა, ვინც მაგალითად გამოჩენილი მხატვარი ან დიდი ფიზიკოსია. პიროვნება ის არის, ვინც მიწებებულია ღმერთთან და რაც უფრო მეტადაა შეწებებული, მით უფრო დიდი პიროვნებაა და რაც უფრო მოწყვეტილია ღმერთს, მით უფრო მეტი ანტიპიროვნებაა და რაც უფრო კიდე შეწებებულია ბოროტებას, მით უფრო ანტიპიროვნება. აი დღეს ჩვენ მოვასწარით ეს გვეთქვა, დავიმახსოვროთ. სულს გააჩნია გზნობები, გონება, ცნობიერება, სამშვენველს გააჩნია გზნობები, ჭკუა, ცნობიერება, სხეულს გააჩნია ასევე გზნობები, ტვინი. სხეულისთვის დამახასიათებელი აღქმის უნარი და ეს სამი რამ სხვადასხვა რამაა, თუმცა სამშვენველი და სული განუხლეჩელი და შეურეველია, ერთმანეთთან უკვე შეწებებულია, სხეული სამწუხაროდ არა, მაგრამ ესენი ერთმანეთს გამსჭვალავენ ყველა დონეზე. როგორც გონიერების დონეზე, გონება ჭკუა ტვინი ერთმანეთს გამსჭვალავს, ასევე გზნობების, ასევე ცნობიერების დონეზე და შემდეგ გადაცემებში ჩვენ დავიწყებთ აი ამ საკითხების გახსნას უფრო ღრმად და მერე მივალთ იქამდე, როგორ მოხდა ღმერთის და ადამიანის შეწებება ერთ პიროვნებაში, იესო ქრისტეში. დიდი მადლობა დღეს გემშვიდობებით. ღმერთმა მოგონიჭოს სასუფეველი ყველას ჩვენგანს. ამინ.